ახლა ქუთაისში ვარ და რა თქმა უნდა ამოვედით ბაგრატზე. ბაგრატი ულამაზესია, მას ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და აქედან იშლება ძალიან ლამაზი ხედი ქუთაისზე, ჯერ კიდევ ლამაზი, მაგრამ როგორც თბილისში და ბათუმში ვხედავ ძალიან ცუდ ტენდენციას, აქაც გამოჩნდა უამრავი ახალი მაღალსართულიანი კორპუსი. ამბობენ, რომ ეკონომიკა იზრდებაო და რა უქნათო კორპუსები უნდა ჩავდგათო. სინამდვილეში გაცილებით ჯობია ასეთ აშენებულ ეკონომიკას, ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციები და მრავალი სხვა. თუმცა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ ხდება მაღალი კორპუსების აშენება და აი კორპუსებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული იშოვება ჩინოვნიკებისთვის და ბიზნესისთვის ზუსტად ამ კორპუსებით. და მაგიტომაც არ ცდილობენ რეალურად ტექნოლოგიურ ბიზნესში ფულის ჩადებას და ინვესტიციების მოზიდვას. მეორე პრობლემა, რომელიც აქედან ნაკლებად ჩანს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქუთაისში ეს არის გადამცემი ხაზები. თქვენ ნახავთ, რომ ქუთაისში როცა მოძრავთ თვითონ ქალაქში, უამრავი არის ესე ჩამოკიდებული ხაზები და ძალიან დიდ პრობლემას ქმნის და ზოგადად საფრთხესაც პატარა ბავშვებისთვის თუ ნებისმიერი მოსახლისთვის. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, მას სჭირდება რამოდენიმე მილიონი ლარი. თუმცა რამოდენიმე მილიონი ლარი შეიძლება მოიძებნოს კორუფციისთვის, ატკარტისთვის ან რამემს გასვისთვის, მაგრამ არ მოიძებნა ჯერ კიდევ გადამცემი ხაზებისთვის ეს თანხა და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აქედან სამწუხაროდ ისევ და ისევ არ გამოჩნდება, მაგრამ ქუთაისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჭების პრობლემა. ჭების არც ერთი ჭა ფაქტობრივად რომ მიდიხარ გზაზე, არ არის სწორად დაგებული და ან მაღლა, ან ჩავარნილია და შესაბამისად ეს ძალიან დიდ პრობლემას ქმნის გადაადგილებისას და განსაკუთრებით დიდ პრობლემას ქმნის წვიმების დროს. მაგალითად, მე-12 ბაღის ტერიტორია სულ იტყორება და აუტანელი სუნით დგება იმ ბაღის ირგვლივ, სადაც ბავშვები ჩვეულებრივად სწავლობენ და ზოგადად მოსახლეობაც ირგვლივ ცხოვრობს და განსაკუთრებით ზოგადად რომ დააკვირდები რამოდენიმე დღე თუ იწვიმებს, ქუთაისში ეს სუნი არა მარტო აი თუნდაც სადაც კანალიზაციის პრობლემაა, არამედ ზოგადად მთელ ქალაქში დგება ასეთი სუნი. უმარტივესი პრობლემებია ნორმალური თანამედროვე ქალაქებისთვის მოსაგვარებელი და ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს. ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები უნდა მოგვარდეს და არ აკეთებოდეს ის რაღაც პროექტები, რომლიდანაც უამრავ ფულს შეულობენ სხვა ჩინოვნიკები და ბიზნესმენები.